საქართველოს ისტორიაში და არა მარტო ეს ჩვენი დღევანდელობისათვის უმნიშვნელოვანესია ის სასწაულები, რომელიც უფალმა გამოავლინა ჩვენს ქვეყანაში. გამოავლინა ჩვენთვის. გამოავლინა ეს სასწაულები არა მარტო იმ დროის ქართველებისთვის, არამედ მომავლის ქართველებისთვის. გამოავლინა იმათთვის, ვინც ქვეყნის დასასრულამდე იცხოვრებს ამ ქვეყანაში და ვინც იქნება, ვისაც ძვირფასი იქნება ქრისტე და თავისი სამშობლო. როგორც ვიცით, უამრავი სასწაული გამოვლენილა უფლისმიერი ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მათ შორის არის კიდევ განსაკუთრებული აღმატებულები. და ეს ყველაზე დიდი სასწაული, ყველაზე აღმატებული ეს არის სწორედ ჯვარს სვეტიცხოველში გამოვლენილი სასწაული უფლისა. და მნიშვნელოვანი აქ ის, რომ ეს მოხდა სწორედ საფუძველშივე, ჩანასახშივე ქრისტიანობის. და ის, რომ ჯვარი და სვეტიცხოველი მათი ადგილმდებარეობა უფლისმიერ არის მონიშნული, ეს არის ჩვენთვის სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ ღმერთი ნიშნავს და ქართველები გამტარნი არიან აი მადლისა სულიწმიდისა და მისი განხორციელება, ხოლმე შემსმელები. და აი ჩვენ ახლა სწორედ ვიმყოფებით ჯვარში. ეს არის ის ტაძარი, რომელიც ამ სასწაულის მიხედვით აიგო. ჩვენ ახლა დავიძრებით ანტიოქიისაკენ, არაგვის სანაპიროსაკენ და მივყვებით იმ გზას, რომლითაც მოციქულთა სწორი ქალწული მიდიოდა. აი ახლა ჩვენ ვიმყოფებით სვეტიცხოვლიდან ანტიოქიამდე გზის ერთ-ერთ მონაკვეთში. აი აქედან საკმაოდ კარგად აღიქმება ის სწორი ხაზი, რაც სვეტიცხოველსა და ჯვარს აკავშირებს. ჩვენ მოგახსენეთ, რომ მცხეთელები ჯვრის მთას ეძახიან პირდაპირს, იმიტომ რომ ეს ზუსტად პირდაპირ მდებარეობს სვეტიცხოვლიდან. შევეცდებით, რომ აი ეს ხაზი თვალსაჩინო იყოს ახლა თქვენთვის. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ანტიოქიის ტაძართან. ეს არის ის კლდოვანი ქიმი, რომელიც ყველაზე ახლოსაა ჯვრის მთასთან. მე-5 საუკუნეში აქ არაგვის პირას აშენდა ტაძარი, რომელსაც ეწოდა სტეფანწმინდა. ასე გადმოგვცემენ წყაროები. მოგეხსენებათ, რომ სტეფანე პირველ დიაკონი აწამეს იერუსალიმის აღმოსავლეთის კარიბჭესთან. და სწორედ ალბათ დიდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს ის მომენტი, რომ სტეფანწმინდა, ანუ დღევანდელი ანტიოქია, იმყოფება სვეტიცხოვლის აღმოსავლეთის მხარეს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მცხეთა სწორედაც არის მეორე იერუსალიმი. ეხლა ჩვენ უკვე მივემართებით პირდაპირ გზით ჯვრისკენ, სვეტიცხოველსა და ჯვარს შორის გითხარით არის პირდაპირი კავშირი, ისევე როგორც იერუსალიმში უფლის საფლავი და გოლგოთა არის აი ესეთ ურთიერთპირდაპირი მიმართებით, აქაც იგივეა ჩვენთან, მხოლოდ ეს უფრო სივრცეშია ჩვენთან გაშლილი. ჩვენგან მარცხნივ აქეთკენ არის ბაგინეთი და ბეთლემის გამოქვაბული მშვენი რაჩა საწმინდანინოს ქვაბი. ეხლა მტკვრიდან დავიწყეთ ჩვენ შემოსვლა, რადგან ფიზიკური მდგომარეობა ჩვენი, ასე ვთქვათ, ფაქტობრივია, არ არის მოწესრიგებული ჯერჯერობით. ეს ჯვართაღმართების დღესასწაული მიმდინარეობს ამგვარი ნავებით, გვეხმარებიან მენავეები, აქ მცხეთის სანაოსნოდან და აი ახლა შევუერთდებით მდინარე არაქსს, ვიწყებთ მტკვრიდან და გადავალთ არაგვის მხარეს. და ანტიოქიის პირდაპირი ხაზი ცოტა იქით არის არაგზე. და აი სწორედ არაგზე რომ მივართ, იქ გამოჩნდება ის სტელა ქვაჯვარი დიდი, რომელზეც ვისაუბრეთ, იქნა აღმართული აქ უკვე მეორე წელიწადია, რელიეფები კეთდება მასზე, მინდა გამოსახულებები და აი ეს ჩვენს პირდაპირ არის ცენტრალური ადგილი, საიდან მთელი ამ ნაპირის გასწვრივ შემდგომ გაჩვენებთ ჩვენ, რომ გაივლით ყოველი მხრიდან, ნახეთ ეხლა რომ გახედოთ, წრიულად ჩანს მთელი სივრცე აქ. აქეთკენ გახლავთ, ნახეთ ზედაზენის მთა,
აქეთ ნახეთ აი აქეთ ნახეთ ანტიოქია აი სადაც და შემდგომ აი ეს კლდოვანი ქიმი რომლის თავშიც ანტიოქია პირდაპირ აი ასევე ყველაზე მოკლე გზა არის ჯვრისკენ ანუ ყველაზე უპრიანია სწორედ მოხერხებულია ქვის ხიდის ნებისმიერი ხიდის აშენებისათვის რომ კლდოვან ნაწილზე დაებჯინოს მისი ბურჯები ასე ვთქვათ ხო იქიდან აი ასე იყო გადებული ხიდი აი ჯვარის სტელა ქვაჯვარიც გამოჩნდა უკვე ჩვენ პირდაპირ აი ორი ხედი ჩანს ესე გასული აქეთ იქიდან პატარა ნაძვები რომელიც შორის არის ეს სტელა აღმართული სტელა აღიმართა ზუსტად იმ ღერძზე რომელიც სვეტიცხოველსა და ჯვარს შორის არის ერთგვარი ღერძი ცეცხლოვანი ჯვარი აი აგერ სვეტიცხოველს რომ აი აქიდან წამოვიდა ანტიოქიის ხარჯზე ესე ვიგულობ გადაიარა პირდაპირ ჯვრისკენ გოლგოთის მთისკენ ოღონდ ოდნავ მარჯვნივ აიღო გეზი და აი ნახეთ იქ ეხლაც ჩანს პატარა ხეებია ნახეთ ძუძუის წყაროზე აი ქედი რომელიც ჩამოდის არის ჩაკვეთილი და იქ არის ხეები პატარა სივრცე სავანე რომელიც ყოველთვის არსებობდა მოვახოდით ჯვარს ანუ ძალიან მალე მოხდებით მცხეთიდან სვეტიცხოვლიდან ჯვარს კიდე საჭირო გახდება ალბათ კიბეების გაკეთება გოლგოთაზე რომ აი იმ კიბეები ჯერ ახვალთ ეს გახლავთ ტერიტორია ჯვრის ძირში, რომელიც სწორედ ხიდით აკავშირებს ორ ესე იგი ფერს ერთმანეთთან, ხო? მცხეთის აი ამ ქიმს, სადაც ანტიოქიის ეკლესია ეხლა და ჯვრის კალთებიდან რო ჩამოდიხართ, გაივაკებს არაგვისკენ. აი სადაც ხიდი იყო გადებული. ამ ადგილს უწოდებენ პირდაპირ. ზუსტად ეს სწორი ხაზი რომ გაავლოთ, მცხეთასა და ჯვარს შორის. აი ესეა ეს ადგილი, ამ ქიმზე მოდის. და აი როდესაც ამ ჯვართაღმართების დღესასწაულთან დავიწყეთ მიმართება, გამოიკვეთა ამ ადგილის განსაკუთრებული მნიშვნელობა. იქიდან წამოიწიეს ყველაფერი, რომ აი ეს პირდაპირი გადმოსვლა, ეს ხიდი გავიხსენეთ, ეს რაღაცები, აი ყველაფერი ერთობლიობაში რო ცანდათა გაგვიცხადა დღესასწაულის შემდგომ. სასწაული მოხდა პირდაპირ, აი ზუსტად ერთ დღეზე, ეხლა დღეს იქ აღმართეთ ქვაჯვარი, სტელა ქვაჯვარი და ესეთ შემთხვევით არ აღიმართა, აი ამ დაგვარი დაახლოებით. ეს არის ძველი სტილის მიხედვით, ანუ დაახლოებით როგორც შეიძლება ყოფილიყო სვეტიცხოველი რომელიც შემდგომ მოდელებად მთელ საქართველოში განიფინა. ეს არის დაახლოებით 8 მეტრის სიმაღლის, ზედ არის მთელი ქართლის ცხოვრება, რელიეფორთ უკვე დაწყებულია და შევსებულია დიდი ნაწილი და განაწილებული. წინ ცხადია დედა სიდონია სამარხის სვეტის აღმართების წენა. ხოთისკენ რაც იხედება, აი აქეთ ამ მხრიდან ვთქვათ, ხომ ასე, როცა ლოცულობ ვთქვათ ხოთის ამბავზე, ხედავთ იქითკენ თხოთს. ის რაც უჯარმისკენ იხედება, იმ ხარიდან არის ეს უჯარმის ვარსკვლავედი და ჯვარს უყურეთ პირდაპირ. ანუ ეს ყველაფერი არის განაწილებული და ამ სვეტმა ანუ და ამ ადგილმა თავის თავში სწორედ როგორც აგაჩვენეთ ნახეთ აი ესე შემოიკრიბა მთელი სივრცე იკრიბავს თავისთავად არის ეგეთი ადგილი არაჩვეულებრივი სანახავია მდინარის პირას აი სვეტიცხოველი ესე შემოგზანებული პირდაპირ შემოსილებული გემივით და პირდაპირ ჯვარის მთისკენ აქეთკენ ჯვარი ყველაფერი ზედაზე ნიჭას ყველაფერი და ეს სვეტი ირგვლივ იკრიბავს ამიტომაც აღიმართა როგორც ესეთი სიმბოლური ცენტრი მისი უნდა მოგახსენოთ რომ სწორედ დეკანოს ბესარიონ მენაბდისა და ქალბატონ ქეთევან აბაშიძის ინიციატივით მოხდა ჯვართაღმართების დღესასწაულის აღდგენა. თქვენ ახლა კადრში ხედავთ პარაკლის მამა ბესარიონ მენაბდა ყოველ პარასკევს აქ ეგრეთ წოდებულ პირდაპირზე ქვა ჯვარის აღმართვის ადგილას იხდის პარაკლის. აქ უამრავი ხალხი იყრის ხოლმე თავს, დღეს უბრალოდ უამინდობამ შეუშალა ხელი და აი თქვენ ხედავთ რომ ახლა ეს პარაკლისი აღესრულება. 2 წლის წინ უწმინდესისა და უნეტარესი საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა ჩვენს კალენდარში აღდგა ის უძველესი დღესასწაული, რომელიც წმინდა ნინოს სახელს უკავშირდებოდა აღსების ზატიკის ზატიკი და სწორედ ეს ჯვარიც აღიმართა ნიშნად ამისა დღესასწაულის აღდგენისა, რაც ფაქტიურად გულისხმობს ნინოს დროისათვის საქართველოში ქართლის გაქრისტიანებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდა ამდენი საუკუნის შემდეგ ამ დღესასწაულის აღდგენა
ფაქტიურად აი აქ სწორედ ამ სივრცეში ის საკრალური სივრცე შეიკრა მთლიანად. აქეთ ხედავთ იმ უძველეს ორ ტაძარს, რომელიც ააგო ნინომ, სვეტი ცხოველი და ქვემო და ზემო ეკლესიები, ზემოთ ჯვარი და ეს არის უმნიშვნელოვანესი ადგილი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ერისთვის, როგორც ეკლესიისთვის, ისე ერისთვის. და მე დიდი იმედი მაქვს, რომ აი ამ ჩვენ ამ სივრცეს დავიცავთ ნიშნად ჩვენი იერუსალიმისა, იმიტომ რომ ფაქტიურად მცხეთა არის ქართველთა იერუსალიმი. სამწუხაროდ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი იერუსალიმი წმინდა მიწაზე, რომელიც ჰქონდა მეოთხე საუკუნიდან სწორედ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აი ეს საკრალური, არაჩვეულებრივი სივრცე შევინარჩუნოთ ქართველთა იერუსალიმისთვის. პატრიარქის ესეთი თხოვნით, ჩვენებით და მისი განჭვრეტით ამ ტერიტორიაზე, რასაც ყველა ვეთანხმებით, რა თქმა უნდა იყოს წალკოტი. და მისი მიზანი იყო სწორედ რომ აი იშვიათი მცენარეები, ხეებით, ყველაფრით გამწვავდეს და გამშვენდეს ეს ტერიტორია განსაკუთრებით აი ამ ღერძზე. იქ სადაც ჯვარი აღმართულ, ეს ყოველთვის იქნება ნიშანი ქართლის მოქცევის აი ამ ამბებისა, რაც მოუყვებით და ჯვართ აღმართებისა, ხოლო აი იქითკენ საერთოდ ჯვარი არის ახლა დამბრძანებული, პირველი ჯვარი რომელიც აქ იქნა აღმართული, ესეთი გამიზნულია რომ ამ ტერიტორიას ცხადე ჭირდება მოვლა, უპირველესად მოვლა ეს არის ტაძარი. მრევლი როცა პარაკლეს იხდეს, თქვა მას ზიარებად შეეძლოს ამ ადგილას და ნუ ამ ტაძრის მოდელზე იდეაზე ცხადე მე იქნება უკვე საუბარი. ტურისტული თვალსაზრისით რომ ადამიანს გააცნო მცხეთა ყველაფერი ხელის გულზეა აქედან და აი ცოტა უფრო მოშორებით იქით მცირე ტერიტორია გამოყოფილი იქნება შემოსასვლელი, როგორც ანტიოქია პატარა მონასტერი, ასეთივე პატარა მონასტერი გაკეთება, ცხადი აქეთ ხარის არ ექნება მას შეხება, დედათა მონასტერს ფიქრობენ, რომ თავისი მომვლელი მცველი ამ ტერიტორიას ეკლესიური უნდა ყავდეს. აი ამ კეთს რომ გამოუყვა, ის მან იპოვა ერთი პატარა სავანე, პატარა ქვაბი და იქ გაჩნდა. დღეს მას ჩვენ ძუძუის წყაროთი ვიცნობთ ამ პატარა სავანეს და იქ იმ დროს როგორც ჩანს არ იყო თავიდან წყარო. იდგა ხე, რომელიც იყო უმშვენიერესი ხე და გამკურნავდა ყველასო და წმინდა ნინო აქ პატარა ქვას პოულობს ისე და ეს კლდოვანი ნაწილი პატარა ეკლესიაში ნამდვილად არის დაცვა სამწუხაროდ დღეს შეილესა შეკინდა ტაძარი და აი ეს კლდოვანი საკურთხეველი აღარ ჩანს, მაგრამ ის ნამდვილად იყო. მე მაგ ძველი ფოტოები სანამ რესტავრაცია მოხდებოდა. და იქ ლოცულობს წმინდა ნინო 6 დღე. აქ ესე იგი ამ ამბის შემდგომ ის ცოტა ხნით შეჩერებულია აი აქ. აქ ეხლა რა ადგილია ეს რომ შევხედოთ ხო? ვისაც რომ მცხეთა გინახავთ ყველას, კარგად გახსოვთ ალბათ, აი სამი დიდი ტალღა, თითქოს აი ესეთი კლდოვანი ტალღა სამი არის განფენილი აი მტკვრის ესეთ გასწვრივ მეორე მხარეს ჯვრისკენ და მესამე ტალღის ესეთ დიდ წვერზე შედარებით არის ჯვარის მთა დღეს, ანუ ჯვრის ტაძარი აგებული. აი სწორედ ამ მთის ქედზეა ლაპარაკი, ოდნავ რომ გადაუხვევთ, იქვე აი გულში არის პატარა სავანე დღესაც ხეებით. დანარჩენი ეს ადგილი არის სულ ხრიოკი. სულხა როგორც არ უნდა იყოს ზაფხულის, როგორც არ უნდა გახდეს, ნუ ბუჩქი შეიძლება იყოს უმცირესი, მეტი იქ ვერ იკიდებს ფეხს ხე. იკიდებს მხოლოდ ერთადერთ ადგილას, აი ამ ადგილას გულში და როგორც ჩანს, იმ დროსაც წმინდა ნინო რომ მივიდა, ეს სავანე მაშინაც არსებობდა. ესე იგი ეს არის გზა, რომელი გზითაც ეს ჯვარი, პატიოსანი ჯვარი მცხეთისა, რომელსაც დღეს ასე უწოდებთ, აი სწორედ ამ გზით ატარა წმინდა ნინო, მაგ სხვა გზა არ არის, მხოლოდ ეს ერთ-ერთი საშუალებაა, რომ მიხიდვე ჯვრამდე. ამიტომ ჩვენ ახლა იმ გზას მივყვებით, რომელზეც წმინდა ნინო და მეფენი და დედოფალი და დიდებულები, რომელსაც მოუყვებოდნენ და არა მარტო იმ მომენტში, იმ სასწაულის შემდეგ, მთელი ისტორია საქართველოს არის უკვე ჯვრიდან ფეხით უпроსორად სვეტი ცხოვლიდან ფეხით სვლა გოლგოთაზე, ანუ ჯვარზე. და ეს ქართლის ცხოვრებაში უამრავი ფაქტია დაფიქსირებული, როდესაც კურნებები ხდებოდა. სასწაულები და აი ბავშვები ამოყავდათ ხელით სვეტი ცხოვლიდან, სწორედ აქ და იკურნებოდნენ. არის ქართლის ცხოვრებაში ადგილი, სადაც
ესე იგი გარდაცვლილი აღდგა დედის ლოცვით და ამიტომაც ეს გზა აი ასე გათელილი აქვს და ესე იგი ლოცვით ქართველების მიერ უბრალოდ ბოლო საუკუნეებშია დავიწყებული. აქედან შესანიშნავი ხედი იშლება სწორედ სვეტიცხოვლიდან როგორ გადმოვიდა წმინდა ნინო და როგორ შემოუყვა შემდეგ აი ამ ბორცვს და პირდაპირ არის ქართლის ხორებაში იმის შესახებ და მოქცევა იქ ქართლისაიში რომ იგი შეჩერდა ძუძუს წყაროსთან სადაც ახლა ჩვენ ჩავდივართ და აქ მნიშვნელოვანია ის რომ სვეტიცხოვლსა და ჯვარს შორის მაკავშირებელი ტერიტორია არის პირდაპირად წოდებული სწორედ და აი ახლა ძალიან კარგად ჩანს აქედან რას ნიშნავს პირდაპირი რა ტერიტორიაა ეს თქვენ როგორც იცით ეს არის ყოფილი სამხედრო ბაზა აქ იყო განთავსებული ორი ბაზა ერთი აი პირდაპირის ტერიტორიაზე მეორე სატანკო ნაწილი სწორედ მის მომიჯნავედ და დღეს უკვე ხელშეკრულება იდება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მიდის ამაზე მუშაობა რომ მთლიანად ეს ტერიტორია დაუბრუნდეს ეკლესიას ეს ყოველთვის ჯვრის ტერიტორიები იყო გზა მცხეთიდან გადიოდა დასავლეთ სამხედრო გზა მცხეთაზე გადიოდა მაგრამ შემდეგ სწორედ გადმოვიდა ახალი გზა გაიჭრა და აი სწორედ გზის მარჯვენა მხარე გახდა უკვე ბაზა სამხედრო ბაზა ღვთის მადლით რუსი სამხედროების წასვლის შემდეგ რაღაცნაირად გავერანდა ეს ადგილი მაგრამ აი ახლა სწორედ მიდის მუშაობა იმაზე რომ დაუბრუნდეს ეს ეკლესიას და არის ძალიან საინტერესო პროექტი რომ აი ამ ტერიტორიაზე განთავსდეს საქართველოს ხელის გულზე ანუ მინი საქართველოს თუ კი რაიმე ღირებული და მნიშვნელოვანი გვაქვს საქართველოში ყველაფრის თავმოყრა მოხდეს აქ ცხადია ეს 1 და 2 წელიწადში არ მოხერხდება მაგრამ პროექტი მზადდება და აი ამ პროექტით თბილისისთვის განსაკუთრებით ასევე მცხეთის მთელი საქართველოს იქნება ეს რაღაცა ესეთი შემეცნებითი ადგილი სადაც ადამიანი მოიხილავს მთელ საქართველოს ხელის გულზე ასევე მოიხილავს უკვე ნატურაში ქართლის მოქცევის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს და შემდეგ უკვე გააკეთებს არჩევანს საწავიდეს რომელი ადგილი მოილოცოს და ასევე აქ პროექტანტების აზრით უნდა ფუნქციონირებდეს ესე იგი საინფორმაციო ბანკი გარდა იმისა რომ თვალით იხილავ მთელ საქართველოს ხელის გულზე ასევე საინფორმაციო ბანკი რომლის საშუალებითაც შენ შეიტყობ ყველაფერს თითოეულ ძეგლზე და შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებ თუ სად ესე იგი რომელ ადგილს მოილოცა ეს არის საოცარი ადგილი ბილიკი უხვევს უკვე მიუახლოვდით ძუძუს წყაროს და რაღაცა განსაკუთრებული კლდის ქიმი თითქოს დამთავრდა და აქეთ უკვე მწვანე სცენარეები იწყება და აი ამ ბილიკით უკვე როგორც კი აი ამ ბილიკს ჩავალთ უკვე ძუძუს წყაროზე აღმოჩნდებით და ეს არის ადგილი სწორედ იქედან პირდაპირიდან ულამაზესია, როდესაც მთვარე ეშვება აი ამ ნაპრალში. ეს არის ნაპრალი, იქედან ჩანს როგორც ნაპრალი. და აქ მინდა გავიხსენოთ ის, რომ ჩვენ ახლა დავდივართ იმ კლდეზე, იმ ბორცვზე, რომელიც იძუროდა და რომელიც აკმევდა და საიდანაც სურნელება ამოდიოდა. და აი ამას როცა განიცდით და აქ დადიხარ, სხვანაირად ეხები ამ ყოველივეს. ამიტომ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გავუყვეთ ახლა წმინდა ნინოს გავკვალულ გზას. მაგრამ თავარი ის არის წმინდა ნინო ეს თავისი კაცობრიურად კი არ გაკვალა, კაცობრიურად, არამედ ზეციური ნიშნის მიხედვით. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის სწორედ ეს ნაპრალი ჩანს, კლდის ქიმი
თავდება და იწყება მწვანე მცენარეები და აი აქ უხევს სხვა გზა არ არის, სხვა მხრიდან ვერ გადის, მხოლოდ ერთადერთი ეს გზა არის და აი ეს არის ის გზა, რადგანაც ერთადერთია ნიშნავს, რომ სწორედ ისევ წმინდა ნინოს ნაკვალევს და მთელი ჩვენი ისტორიის ნაკვალევია, ეს აი ამას მოუყვებით. ხედავთ როგორი ფოთლოვანია ეს ადგილი, აი ეს უკვე დაფარულია ძუძუს წყარო. და რადგანაც იქ წყარო, ამიტომაც ხეები განსაკუთრებით დიდია, გაზრდილი. და ამიტომაც იქ საჩtildeობელია. ცხადია, აი ამ მოტიტულებულ მთაზე გაუგებარია, რატომ არის აქ ასეთი საჩtildeობელი და სწორედ იმის გამო, რომ აქ სასწაულებრივად ამოსული წყალია, წყაროა წმინდა ნინოს მიერ აღმოცენებული. რომელიც თავის თავში იმ დიდ საიდუმლოს ინახავს, რომელსაც ძუძუს წყარო ეწოდება და ჩვენ ახლა მივალთ და ვნახავთ, რომ ძუძუს წყაროზე ტაძარია აღმართული. ქართველებს აღუმართავთ, შემდეგ დაინგრა, შემდეგ რესტავრაციის გაუკეთდა და დღეს ისევ ფუნქციონირებს. ეს ტაძარი იქ წირვები აღოლინება ხოლმე. ეს არის წმინდა ნინოს ტაძარი, რომელიც სწორედ იმ სასწაულის გამო, რომელიც აქ მოახდინა წმინდა ნინომ, აიგო მოგვიანებით. აიგო ტაძარი, რა თქმა უნდა. სასწაული კი იყო ის, რომ წმინდა ნინომ ლოცვით აღმოაცენა წყარო. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც სვეტიცხოველს ცეცხლოვანი ჯვარი და ვარსკვლავთგვირგვინი დაადგა, ვარსკვლავთგვირგვინი როცა გადმოვიდა არაგვს, ჯერ აი ამ ადგილს დაადგა, აქ შეჩერდა და აქედან აღიწეოდა ჯვარზე და ისევ ბრუნდებოდა. და წმინდა ნინომ როდესაც ჯვარი იტვირთა და მოვიდა ამ ადგილას და კარგი ცხოვრება გვეუბნება, რომ თავისი ცრემლი შეერთო მის მიერ აღმოცენებულ წყაროს ლოცვით, ღამისთებით ილოცეს და დილით რიჟაზზე აქედან გაემართნენ და ავიდნენ იქ, სადაც დღეს ჯვრის ტაძარი აღმართული. სწორედ უფალმაც ეს ადგილი განსაკუთრებულად მონიშნა. ეს არ დატოვა მისი არეალის გარეშე, ესე იგი, აქ გადმოვიდა ვარსკვლავთგვირგვინი და აქედან აღიწეოდა ზემოთ. ანუ ჩვენ ისევ აი ამ უფლის მიერ მონიშნული გზით, რომელიც წმინდა ნინომ მონიშნა პირველად მიწაზე, ჩვენც აი ამ გზას მიუყვებით ახლა. სიტყვის საფთის სამსახურთან თანამოსაგრე ანდრეას გადაგებისა წარმართება ქართულ განმანათლება მოციქულთა სწორო დედაუნინო ერედა ქრისტეს ღმერთს შეწყალებად სულთან ჩვენთვის. ამინ. როდესაც აი ამ პატარა ტაძარში დგეხარდა მთელ ისტორიას განიცდი. წმინდა ნინოს მიერ მოტანილ ისტორიას, რომელსაც საფუძველი წმინდა ნინომ ჩაუყარა ქართლის მოქცევის. საფუძველთა საფუძველთან ვართ. ქართლის ცხოვრების, მოქცევა ქართლის ეს ტექსტებს, როცა ჩავხედავთ, აი პირდაპირ ყოველი ადგილი, ყოველი კუნჭული ცოცხლდება. ისევე როგორც სახარების კითხვისას ცოცხლდება იერუსალიმი. იერუსალიმის ყოველი წმინდა ადგილი, იქ სადაც უფალმა ფეხი დაადგა. და ეს შენთვის ცოცხლდება, ასევე ცოცხლდება მეორე იერუსალიმში, მცხეთაში და მცხეთთან დაკავშირებულ ყველა იმ ადგილზე ჩვენი წინაპრების, წმინდა წინაპრების ნაფეხურები დაიკერძოთ. ეხლა წმინდა ნინოს მიერ ლოცვით აღმოცენებული წყარო, აქ აგებული ეს უმშვენიერესი პატარა ტაძარი და თვითონ იმ წყაროს გემოც, იმ წყაროსთან შეხება, რომელიც
ამ წმინდანის მიერ არის როგორც უკვე თქვით აღმოცენებული. მადლობა უფალს რომ ჩვენ თანდათან უბრუნდებით ჩვენი წინაპრების კვალს და როგორც ყველა ქრისტიანის ოცნებაა რომ სახარება რომელსაც იგი კითხულობს გეოგრაფიულად დაუკავშირდეს იმ ადგილებს, მიემთხვიოს უფლის ნაფეხურებს, მოციქულთა ნაფეხურებს. და ამის საშუალება ყველას არ ქონდა და არც დღეს არის ეს. აი, ჩვენ გვაქვს მეორე იერუსალიმს. ისე ჩვენ გვაქვს საშუალება რომ მეორე იერუსალიმს ცხეთას მიემთხვიოთ. უფლის საფლავი არა გვაქვს აქ, მაგრამ კვართი გვაქვს უფლისა. გოლგოთა იერუსალიმის გოლგოთა ჯვრის პატიოსანი ჯვრის სახით გვაქვს. გვაქვს ეს გზა, გვაქვს წმინდა ნინოს წყარო. გვაქვს ის წმინდა გზა, რომელზეც იქ უფალმა იტვირთა ჯვარი და შემთხვევით არ არის რომ წმინდა ნინო ქართულ განმანათლებელმა თვით იტვირთა ჯვარი და ამ ჯვრით ხელში განლო ქართველთა გოლგოთა და ეს ჯვარი აიტანა ქართველთა გოლგოთას. გოლგოთას როგორც ვიცით, აუცილებლად მოყვება აღდგომა, ამაღლება და შემდეგ სულთ მოფენობა. სულიწმინდის გარდამოსვლა. სწორედ სულიწმინდის გარდამოსვლა ეს არის ქვაკუთხედი მართლმადიდებელი ეკლესიისა. სულიწმინდით მოქმედებს უკვე ქრისტიანი. სულიწმინდით ხდება ყოველივე ის სასწაულები რომელსაც უფალმა დაუდო საფუძველი. წმინდა ნინოს მიერ აღმოცენებული სასწაულთ მოქმედი წყარო ვიხმიოთ. ამ წყაროს ძუძუს წყარო შემთხვევით არ ეწოდება. ძუძუს წყარო ცოტა გვიანდელი სახელია, მაგრამ ეს გამომდინარე იქედან, რომ მეძიძურ დედებს, რომლებსაც რძე აკლდებოდათ, ამ წყლის დალევის შემდეგ რძე ემატებოდათ და თვითონ წყაროსაც აი პასტერიზებული რძის გემო აქვს, არ აქვს ჩვეულებრივი წყაროს გემო, წყლის გემო. და თქვენ ახლა გავსინჯავთ ამ წყაროს და მივიღებთ მადს. უამრავი ადამიანი საოცარია, რომ ბევრ უშვილოს ჯვრიდან ესე იგი ამ გზაზე გავლით და ლოცვით რადგანაც ის გზა გადაიკეტა სვეტი ცხოვლიდან ჯვრამდე, აი ამ გზაზე ლოცვით შეძენიათ შვილები. და წარმოვიდგინეთ, როდესაც ის იდეა აუცილებლად განხორციელებს, ჩვენ თუ ვერ მოვეწრებით ჩვენი შვილები მაინც, როდესაც ხიდი აღდგება არაგზე და ქართველები ისევ ამ გოლგოთის გზას გაუყვებიან და როგორც იერუსალიმში ვია დოლოროსას, ქართველთა ვია დოლოროსას გაივლიან ფეხით და ლოცვით, როგორი მადლმოსილი იქნება ეს გზა. ფაქტიურად აღდგება ის, რაც დაიკარგა საუკუნეების მანძილზე. თუმცა რომ როგორც აღნიშნეთ, უამრავმა ადამიანმა მიიღო კურნება აი ამ გზაზე სულიერ და ფიზიკური. ჩვენ ერს აკლია აი ეს ლოცვითი მსვლელობა. ეს იგივეა რომ იერუსალიმში გადავკეტოთ ვია დოლოროსა და აღარ ქონდეს საშუალება მომლოცველებს ამ გზით სვლისა. აი ჩვენთან ეს გადაიკეტა. აი ახლა არის მცდელობა რომ ეს გზა აღდგეს ის. და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია ის რომ ეს დღესასწაული ასევე უდიდესი დღესასწაული იყო წმინდა იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერშიაც. სამწუხაროდ ქართული წყაროები ამის შესახებ ჩვენ არ აგვაქვს შემონახული. ერთადერთი მე-14 და მე-15 საუკუნის ლათინი პილიგრიმები აღნიშნავენ რომ ჯვრის მონასტერში ამ დღეს იყო დღესასწაული იმ ხისა, რომელიც ლოტმა დარგო ბიბლიურმა ლოტმა თავისი ცოდვების მოსანანიებლად და შემდეგ ეს გაიზარდა არაჩვეულებრივი ძალიან აი ამ სამი ტოტისგან ერთი მშვენიერი ხე ამოიზარდა და შემდეგ მისი მოჭრის ასე ვთქვათ ამ ხისგან გამოითავა ის ჯვარი რომელზედაც ქრისტე ჯვარს ეცვა. და რაც მთავარია, აი ამ დღესასწაულში მონაწილეობას იღებდნენ იერუსალიმელი არა მარტო ქრისტიანები, არამედ სარაცინები, ესე იგი წარმართები
და მაჰმადიანებიც. ეს ყველასთვის იყო უდიდესი დღესასწაული. როგორც ჩანს, ეს დღესასწაული წმინდა ნინო ბუნებრივია შემოიტანა იერუსალიმიდან და მისი უძველესი ხსენება არის საქართველოში, თუმცა უკვე გვიანდელი პილიგრიმების ნაწერების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე-14 საუკუნეში წესჯვრის დღესასწაული მოქმედი იყო, მხოლოდ სხვა სახელწოდებით, სხვა ისტორია ქონდა იქ დადებული მას. და აქვე არ შემეძლია არ შევეხო ერთ ფაქტს სვეტიცხოვლისას და მის მნიშვნელობას, როდესაც მას შეარქვა მირიანმა წმინდა იწმინდა. ბუნებრივია ეს ნიშნავს იმას, რომ სვეტიცხოველი იყო ასლი სოლომონის ტაძრისა. ამაზე მეტყოლებს, ესე იგი სვეტიცხოველი იყო ასლი სოლომონის ტაძრისა, ამაზე მეტყოლებს მისი სახელწოდება, რომელიც ასევე გარდა წმინდა იწმინდათა ისა, მას ერქვა სიონიც, რაზედაც ქართლის ცხოვრება გვაძნებს ცნობებს, რომ ვახტანგ გორგასალმა წმინდა ნინოს შემდეგ დაქცეული ტაძრის ადგილას ააშენა დიდი სიონის ადგილზე ააშენა ახალი მოციქულთა სახელობისა დედაიყოლოთა ეკლესიათა. აი ეს მთლიანად კონტექსტი არის იერუსალიმური და აი ამ წმინდა ადგილების იერუსალიმური ადგილების შემოტანა საქართველოში, როგორც არის ბეთანია, გოლგოთა და ასე შემდეგ, ეს საჭირო იყო მხოლოდ იმისთვის, რომ საკრალურ გეოგრაფიაში ჩართულიყო, არა მარტო საკრალურ გეოგრაფიაში ჩართულიყო საქართველო, არამედ იერუსალიმური ღვთისმსახურების წესი აღესრულებინათ, რადგანაც იერუსალიმური ღვთისმსახურება გულისხმობს ყოველდღიურად მოძრავ სხვადასხვა ტაძარში შესრულებულ მოძრავ ღვთისმსახურებას. აი ეს მოახერხეს ქართველებმა ძალიან ადრე და ეს ძალიან კარგად დასტურდება ასევე ჩვენი წყაროებით. ამიტომ მთელი ეს ტერიტორია, იცით, არის მართლაც საკრალური და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ალბათ და ექნება რომ ის შემოვინახოთ და მათ დაუბრუნოთ ის ძველი დიდება, რომელიც ჰქონდა არა მარტო წმინდა ნინოს დროს, არამედ შემდეგშიაც, რადგანაც ჩვენი მეფეები, განსაკუთრებით ბაგრატიონები უკვე იწყებენ წმინდა იწმინდათა ის აღდგენას. ფაქტობრივად დავით კურაპალატი იყო, ვინც აღაშენა 4-თა ეკლესია, ის ზუსტად ასლია სოლომონის ტაძრისა და ამაზე მეტყოლებს ის, რომ ეს ეკლესია მიძღვნილი იყო სოფიასადმი და მის შესანიშნავ ფრესკაზე გვაქვს წარწერა სიონი, რაც გულისხმობს სოფია ეს იყო სოლომონის ტაძრის სახელწოდება, 7 სვეტით, რაც ასევე დასტურდებოდა ნინოს მიერ აშენებულ, აი 7 სვეტი გაკეთდა რა და ერთ-ერთი იყო სასწაულმოქმედი. ეს იმეორებს ზუსტად სოლომონის ტაძრის სახეს და იმავდროულად მას ერქვა სიონიც, არა როგორც ზეციური სიონი, არამედ სოლომონის ტაძრის ერთ-ერთი სახელწოდება, როგორც ის შემონახულია ძველ აღთქმაში. ეს მადმოსილი წყარო წარმოიდგინეთ, ნინოს აღმოცენებულია წმინდა ნინოსი და ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ეს მივიღოთ და ეს ვიხმართ. ერთმა მოგვანიჭოს სულიერი და ფიზიკური კურნები. დუძუის წყაროზე იქ დედა ნინომ ერთი ღამე უთია გოლგოთასავით როგორც ჩანს უყურებდნენ ამ თას ზემოთ და აღვიდნენ ისა განკურნა მრავალი ხალხი იქ იყო ლოცვა განკურნება და მეორე დღეს ხელთ იპყრეს ჯვარი და აღვიდნენ უკვე ჯვარის თაზე და ის ადგილი უფლისგან გამოვლენილი მოციქულთა სწორმა უფრო განსაზღვრა განჭრიდა უჩვენა ადგილი ეპისკოპოსს და ეპისკოპოსს უთხრა აკურთხე ანუ ეპისკოპოსი აკურთხებს შემდგომ ამ ადგილს. ცხადია ეს ადგილი ღვთისგან გამოვლენილია და ღვთისგან ჩვენებულია და მოციქულთა სწორის მიერ არის განჭვრიტილი, როგორც ორბისებური მხედველობის წმინდანი, ხომ, ზემოდან ჭრեց ყოველივე ზეციდან. ასე რომ ეს მთლიანობა ამ გზისა შეიკრა. ეს არის წმინდა ნინოს მიერ მონიშნული, უბრალოდ უფლის მიერ მონიშნული ადგილი, მაგრამ წმინდა ნინოს მიერ განხორციელებული, როგორც ვიცით,
ჯვართ აღმართების დღეს წმინდა ნინომ თვით იტვირთა ჯვარი, პატიოსანი ჯვარი მცხეთისა და აღმართა სწორედ აი ამ ადგილას. და ის რომ წმინდა ნინო აღმასრულებელია ამ სასწაულისა, რამოდენიმე ათეული დღის შემდეგ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა უფალმა ისევ ზეცით, ისევ სასწაულით. ანუ სულთმოფანობის ოთხშაბათს მიწაზე აღმართული ჯვარი უკვე ზეციდან იბეჭდება, იკურთხება და ცეცხლოვანი ჯვარი დაადგრება სწორედ ამ მიწიერ ჯვარს. ეს ყველაფერი ხდება აი ამ სივრცეში. ამიტომაც არის ამ ტაძრის გეგმარებას, აი ყველაფერი ემორჩილება შუაში აღმართულ ამ უდიდეს სიწმინდეს, რომელიც ზეციდანაც სწორედ იკურთხა და გუმბათში სწორედ ჯვრის ტაძრის გუმბათშიც ასევე ის ზეციური ჯვარია სიმბოლურად გამოსახული. ჩვენთვის სწორედ დღეს დღევანდელი ქართველებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გამოვიძიოთ, გამოვიკვლიოთ უფლისმიერი სასწაულები, თუ სად, რომელ კონკრეტულ ადგილას, რომელ გეოგრაფიულ ადგილზე ხდებოდა ეს და მადლი მივიღოთ ამ წმინდა ადგილებიდან. ცხადია, ჯვარი და სვეტი ცხოველი რომ განსაკუთრებულია ეს ისედაც ვიცით, მაგრამ ის რომ აქ ასეთი სასწაულები გარდამოავლინა უფალმა, ის რომ დღევანდელი ქართველობა, რომელიც თაყვანს ცემს კვართს, თაყვანს ცემს ჯვარ-პატიოსანს, ამ წმინდა ადგილებს უნდა განიცდიდეს ასევე იმ სასწაულს, რომელიც უფალმა გარდამოავლინა. ასევე ეს ტაძარი დგას იმ მთაზე, იმ სასწაულ მთაზე, რომელიც სულთმოფანობის ოთხშაბათს, როდესაც ზეციდან იკურთხა ეს ჯვარი, მთელი მთა იძროდა და მთელი მთა აკმევდა და საოცარი სურნელება ამოდიოდა. და ჩვენ აი ამ მთაზე დავდივართ, მაგრამ განცდა არ აქვს. აი სწორედ აი ამ განცდის გაღვიძება აუცილებელი დღევანდელი ქართველობისთვის. ჩვენ დავასრულეთ იმ გზით მსვლელობა, რომლითაც მე-4 საუკუნეში მოციქულთა სწორმა ქალწულმა ნინომ გამოიარა და აქ მცხეთის ჯვრის მთაზე აღმართა ჯვარი. ეს მთა, როგორც მოგახსენეთ, ქართველთა გოლგოთად იწოდება. გვინდა დაგემშვიდობოთ კეთილი სურვილებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო და გვინდა წმინდა ნინოს შევავედროთ ჩვენი ქვეყანა და ვთხოვოთ მოციქულთა სწორ ქალწულ ნინოს, რომ არ მოაკლოს საქართველოს თავისი მფარველობა, რათა ქართველმა ერმა უდრტვინოლად აიაროს თავისი გოლგოთა, არასოდეს დადოს თავისი საზიდი ჯვარი და ყოველთვის ახსოვდეს, რომ გოლგოთას აღდგომა და ამაღლება მოსდევს. ყოველთვის ახსოვდეს საქართველოს ეკლესიის საჭეტრპრობელი სიტყვები, რომ ქართველი ერისგზა, ქრისტეს გზა, ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა.